დავიწყეთ. დღეს ვილაპარაკებთ მედიტაციაზე. მედიტაციის ირგვლივ უბრალოდ რა. რა ხდება? რა არ არის და რა არის? რა არ არის მედიტაცია და რა არის? მოკლედ, ჩემთვის რაღაცნაირად მედიტაცია არის ისეთი რაღაც, რაც ყველა ადამიანმა უნდა პრაქტიკოს. ისე თქვენ რომ მეგონა პირჯერს გადაიწერა. კაი. ხო, ჩემი სხვა, პირველი უნდა იყოს ეგ. ოღონდ ჩემი აზრია რა. რავი. და რატო გონი ეგრე რაში დაეხმარება შენი აზრით ყველა ადამიანს? მოკლედ შენ თავზე რამე თუ გინდა გაიგო ადამიანმა, რაც ხარ, როგორიც ხარ, რატო ხარ ესეთი, როგორიც ეხლა ხარ აი ემოციურ მომენტში. ეგ უნდა გააკეთო რა. ან მედიტაცია რო ახსნათ, თვით დაკვირვების პროცესი, თვით შემეცნების პროცესი, უბრალოდ. დაკვირვების და თვით შემეცნების პროცესი. შენი ის გამახსენდა ახლა ცოდნაზე მიერთებულობის რო ადარებ ხოლმე. ხო, ისედაც რაღაცნაირად ცოდნაზე ხარ, ცოდნის წყაროზე მიერთება. ძალიან გოპრანჭე რაღაცნაირად. ხო, მოკლედ მაგას ვინც არ შვება ჩემი აზრით, დაბნეულია ეს ადამიანი საბოლოოდ და რაღაც დონეზე დაკარგულია. შეიძლება სტეიტმენტია. ხო, განაცხადია რაღაც, მაგრამ ჩემი აზრია რა, მაგას ვამბობ რა, არ ვიცი რა, ზოგი შეიძლება ძალიან კარგად გრძნობს ადამიანები თავს, რაღაცა კარგი ცხოვრება აქვს, ასე თუ ისე, რაღაც ფინანსურად, მატერიალურად ისე ეს, მაგრამ ვერ დავიჯერებ იმას, რომ ადამიანი რაღაც დონეზე თუ თავის თავს, აი კონკრეტულად აი ამ სხეულს არ აკვირდება, აი ეს ლიტერალი რაღაცნაირად. ცოტა ხანი მაინც დღეში. ხო. ან თუ არ შვება იმას, რომ მაგალითად ცოტა ხანი სიმშვიდეში დაყონდეს და დაიწყოს თავის შემჩნევა, დანახვა რაღაცებისკენ, რაღაც შიგნით ჩახედვა რა. მაგას თუ არ შვება, მოკლედ რავი რა, რაღაცნაირად მგონია, რომ ხშირად იქნება რაღაცნაირად აფორიაქებული, გაღიზიანებული, შფოთვა იქნება რაღაც. ხშირად ამბობ რომ გაიქცეს რაღაცები, თან სკროლი, თან სმი, თან ყველანაირი. ხო, რაღაცა იქნება რა, რაშიც იქნება თავშესაფარი. და არ იქნება საბოლოოდ თავისუფალი, მაგის თქმით. ხო, თავისუფლება ცოტა კიდე ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კაი. რატო? რატო ხმამაღალი ნათქვამი? რატო თავისუფლება ხმამაღალი? რას გულისხმობ თავისუფლებაში? თავისუფლებაში გულისხმობ იმას, რომ არ იყოს თავის წარსული არ ჯეროდეს თავის ფიქრები ასწევნება. ეგ ცოტა ესეთი ნათქვამია ჩემი. რაღაც პონჩი ეგ. თავისუფლება ჩემთვის არის რამდენად გაკონტროლებს წარსული გამოცდილებები, წარსული შიშები, წმენები. ხო, ანუ არ ჯეროდეს შენი ფიქრების შეგრძნების. ხო, ამაზე ვილაპარაკეთ წინა პოდკასტში, მაგრამ თავისუფლებას ვილაპარაკეთ. რაღაც დონეზე შევეხეთ ამ თემას. აი მედიტაციაზე რო ვილაპარაკოთ რა, ყველა გავრცელებული რაღაც, რაც მედიტაციის ირგვლივ არის, რომ მხოლოდ ფიქრების გაჩენა, მოკლედ ადამიანებს აქვს ეგ წინააღმდეგობა, რო ჯდებიან ან რაღაც. აი, ჩემთან ძალიან ბევრს უთქვამს, რომ მე არ გამომდის, ეგ ჩემი არ არის. და ჯერ როგორ რაღაცები ვიცი, რომ აი, მაინც არ გამომევა და თვალებს მოდი არის დავხუჭავთ რა. აი, რაღაც ესეც უყურებენ რა, იმიტომ რომ რაღაცა წარმოდგენა არის ისეთი, რომ ყველასთვის არ არის ეს რა. ანუ ყველას არ გამოუვა და რაღაც აი ძირითადად არ დაამთავრე იმას ამბობდი, რომ ძირითადად ყველა მაინც იმას სახის ან გონიათ, რომ ფიქრები უნდა გააჩეროს და მე მოხდება რაღაც საოცრება. ხო, ის საოცრება. თან ხო რაღაც ძალიან ღვთაებრივი, ოღონდ აი ეს ღვთაებრივი მათ წარმოდგენაში როგორია, ძალიან ის არის რა. რაღაც აი მაინც სადაც გარეთ არის ღვთაებრივი რაღაც. ღვთა. გარეთ არის ღვთა. ხო და ყველაზე წინააღმდეგობა არის ეგ რა, მოკლედ მაგის თქმა მინდა, რომ ფიქრებს ვერ ვაჩერებ ძირითადად რა. და მაგიტო არ გამომდის და თუ ჩემი არ არის ეს რაღაცა. ხო და ეს არ გამომდის არის შეუძლებელი რაღაც რა, მედიტაცია არ გამომდის რა.
ანუ აი მედიტაცია რო ავხსნათ კარგად რა, არსებობს მედიტაციური ტექნიკები, მაგალითად, არ ვიცი, სუნთქვაზე დაკვირვება, სხეულზე დაკვირვება, ან არ ვიცი, მანტრის გამეორება, ან ну, ხო, რაღაც სახეობები არსებობს, ზოგი მე ეს ტექნიკა კიდე სხვანაირად არის წარმოჩენილი. აბა უფრო უხეშად ყოფ ხოლმე, ან ყველას რა კონცენტრაცია მედიტაცია და mindfulness მედიტაცია. და უფრო რაღაცნაირად. ხო. ყველა ჯდება ამ ორ კრიტერიუმში. ან ის არის, ან ეს არის. მე ვამბობ ხოლმე რაღაც შემეცნებითი და კონცენტრაცია. აი კონცენტრაციას პირველი ეტაპია ჩემთვის და შემეცნებითი უკვე მეორე რა. ხო. რო ყურადღება გალესვა რო არ ბევრჯერ გაგიქცეს და მე აკეთებ. და შემეცნებაც ხო რას ნიშნავს? ნებისმიერ mindfulness საერთოდ ერთ-ერთი რაღაც სკოლის. ნებისმიერ რამეში შეიმეცნებ რა, ნებისმიერ სადაც შენ ყურადღებას მიმართავ და დიდხანს დააყოვნებ, ყველაფრიდან ცოდნას იღებ რა. სნობას. რა კარგად რა სკოლის ვამბ. პირველი ετაპი არის. არა, მაგას არ გეკითხები. ყურადღებას რო სადმე გააჩერებ. ხო, ანუ შემეცნებას არ გულისხმობ აუცილებლად ადგე და რაღაც წიგნები წაიკითხო მაგალითად და რაღაც იქედან აიღო რა შემეცნება ნებისმიერ რამეზე დაკვირვება, კარგად დაკვირვება. უფრო გამოცდილებით experience სკოლის ვამბ, გამოცდილებას შეგრძნება. ცოდნის მიღება რა, რაღაცას თუ აკვირდები მაგალითად ატყობ და ამჩნევ როგორ მუშაობს რაღაც რა და იგებ რაღაცის მექანიკას და რაღაც აი წყაროს რა როგორ არის რაზე დგას რაზე რა ხდება რა ხო ანუ იმის თქმა მინდოდა საბოლოოდ რა ანუ რაღაც ინსტრუმენტი რო ავიღოთ რა მედიტაციური ტექნიკა არის ინსტრუმენტი რაღაც რომელიც რაღაც პრაქტიკულად იყენებ ამას რომ რაღაც მდგომარეობას მიაღწიო. ოღონ ამ მდგომარეობას წინასწარ ვერ განსაზღვრო და ვერ განაპირობებ რომ შენ რა შედეგამდე მიგიყვანს რა. ანუ უკვე თუ შედეგით განსაზღვრო ამ მდგომარეობას, ეგ უკვე თავისთავშივე აღარ არის. უკვე რაღაც განსაზღვრო, უკვე აღარ ხარ პროცესში, აღარ ხარ პრაქტიკაში რა, უკვე რაღაც განპირობება არის. ტონის ხო წინააღმდეგობაც ხო გაქვს. წინააღმდეგობაც არის. რაღაც რო ჯდები და რაღაც კონკრეტული გინდა მაგალითად რომ ეხლა მე ვთქვა, არ ვიცი, ფიქრები გავაჩერო. ეგრე არ მუშაობს, თვალები რო დახუჭო და რაღაც ფიქრები როგორ უნდა გააჩერო, არ ჩერდება ეგრე ფიქრები. ფიქრებს აქვს რატომღაც არის ეგ ფიქრები რა. საქმეს რო აკეთებ სამსახურში და რაღაც დაგავალებენ დავალებას და ეს არის შესასრულებელი რომ ზუსტად მაგ გააკეთო ეგ რა. ზუსტად ეგ რა. და რაღაც აქ არ გაქვს რა კონკრეტული მოცემულობა რა. უბრალოდ ტექნიკას იღებ და ამუშავებ. და რასაც გამოცდი ამ ტექნიკის დამუშავებაში რა, ეგ არის იქ რაც ხდება იმ მომენტში რა. რეალობა. რეალობის გამოცდილება. ჭეშმარიტება. ცოტა სექტანტო ჯერს რა. ნუ რა, ხო არ დავარქვათ ეგეთ სახელები რა, ყველამ თავისთავად უნდა გამოცადოს. თავარი არის ის, რომ თუ ფიქრებს ვერ აჩერებ, ეგ ეს პროცესის ნაწილია რა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაჯდე და დღეში რაღაც 10 წუთი, 15 წუთი, 5 წუთით დაიწყო თუნდაც, ერთი და იგივე რაღაც გააკეთო რეგულარულად. რასაც მოგიტანს მე ეგ რა, შენ რასაც გამოსცი მაგ ტექნიკის გაკეთებად. ეგ არის უკვე რაღაც დოზის ის მდგომარეობა, რაც მედიტაცია ქვია რა. აი, იოგას ის გამახსენდა ეხლა. ხო, მაგას ხო იძახიან, რომ მე მოქნილი არ ვარ ვერ ვიზავს. ზუსტად, კაი შედარება იოგა რა, აი ტანვარჯიშ რო ავიღოთ, რაღაცნაირად ადამიანი რომ მოდის და ხელებზე მინდა დაუდგევ თქვათ, ანუ თუ არა დააპრაქტიკე რაღაც ხელებზე როგორ დადგები რა. მეცადინე ვერ დადგები. ზუსტად ეგრეა ფიქრების გაჩერებას რა ვთქვათ რა, რომ თუ მაგალითად რაღაცას არ აკეთებ მაგისთვის, რა ვერ გააჩერებ ფიქრებს. აი როდის გავაჩერებ ფიქრებს? არ ვიცი, როდის გააჩერებ ფიქრებს. როცა გააჩერებ ეგ. მიზანი ეგ არის რომ ფიქრები გავაჩეროთ მიზანი. არა. მარასწორებს ფიქრებს. მიზანი არის ის, რომ პრაქტიკაში იყო ჩემი აზრით. მიზანი რომ კარგად იყო უბრალოდ. ხო, მაგრამ ეგ განსაზღვრებაა რა. მე ადამიანი თუ მოდის და ეგრევე კარგად არ ხდის, რაღაც დაждდება თვალებს დახუჭავს და ეგრევე არ არის კარგად და უფრო მეტი ფიქრი აწუხებს. რაღაც იმ მომენტში, როცა თვალებს ხუჭავს. ახლა სხვაგან კარგად ყოფნაზე ზოგადად კარგად რო ხარ ეგ არის თქო მიზანი ზოგადად.
და არა ის რომ მე თუ ეხა დავждები 10 ზუთი კარგად გავხდები, ეგ არ მეგულისხმება. ანუ არანაირი intention-ით არ უნდა დაждდეს აპრაქტიკოთ, რომ ეხლა მე უეჭველი რაღაც ეს უნდა ავიღო რა, ვთქვათ. აი ერთი შეგიძლია ის intention-ი გქონდეს, რომ დაждები, ან არ გაინძრე, ან ის 10 წუთი არაფერი არ ქნა მაგის გარდა რას საკეთებ. ეგეც intention-ი და მაგრამ თუ ქენი მაინც რა, მაინც არ არის ტრაგედია ეგ რა, ხვდები? თუ ქენი რა. ანუ თუ გაინძერი, თუ ვერ გაჩერდი, თუ მაგალითად 5 წუთში არა, ტრაგედია არ არის, просто გეხმარება რომ ეგრე იჯდა. ხო, ეგ განსაზღვრება რო გქონდეს, მაგრამ ყველაფერი არის პრაქტიკა რა, როგორიც არის ეს პრაქტიკა, მაგის მიმღებლობა მორჩა. ანუ თუ არ მიიღებ მაგას, აზრი არ აქვს რა. რამე უკვე შეიძლება გქონდეს თვითონ ეგ. გულისრევის. უკუჩვენება, არა, რა ვიცი, არა, ну უკუჩვენება რა, ну აი თავის ხო არ ხოლმე რაღაც ცუდი. ხო, შენ ზევითაც რაც თავი ბრუდაგი ფოთო და ფოთო შეიძლება დაგეწყოს, ან რაღაც ემოცია წამოიღოს რა, გაჩნია რა დონეზე დუნდები. ხა მე რა ხდება სიტყვაზე, ეს ცუდი ემოციები წამოვიდა და უფრო მეტად რაღაცაერთ დავისტრესე და შემდგომ დღეებში რომ ცუდად ვხსნებ თავს. მე მანდ რა ხდება. ემოციებს თუ წამოიღებს, ჩემი აზრით მანდ ვერ დარჩე მაგ ემოციებთან უკეთესი არის. რასაც გრძნობ მომენტში რაც მოაქვს და რაც რაც შემაწუხებელია, რომ იყო ამ შეგრძნებასთან სადაც არის და როგორიც არის. და მე დაიკლებს ნელა. და აი უფრო მეტად რომ დამსწრესო სიტყვაზე. თვითონ აი მაგ უფრო მეტად დაგსტრესო იმ შემთხვევაში თუ აი რაღაც გაგიტრიგერდა ან რაღაც და მე ამაზე რეაქცია გაქვს რომ პანიკაში ხარ. არ მოგწონს. ანუ ეხლა რამე უნდა ვქნა, თუ იწყებ, მე უფრო დაისტრესებ. გააგრძელე ტექნიკის კეთება რა, ეგ არის. ანუ თუ უფრო დაგსტრესავს, მაშინ თუ მიცემ საშუალებას, რომ მაგას წაყვე რა, აღიარო ეგ პასუხი გასცე ესე რომ ვთქვათ რა. ხო, არის რა რაღაცა ტექნიკას რო ვაკეთებ, ის სწორად უნდა გააკეთო. ხო, არ არსებობს ეგეთი, რომ არ სწორი გაკეთება თუ არსებობს. რომ მაგალითად აი როგორც იოგაში შეიძლება რაღაც პოზა გააკეთო და ფეხი იტკინო ან რაღაც ქნა მუხლი ამოიგდო ან რაღაც. ნუ არა, ეგეთი არა. ხო, აი ჰოლოტროპული კიდე ცოტა უფრო სხვა ტიპია რა, უფრო სხვა რაღაც ხდება მანდ რა, ვიდრე ესე მედიტაციაში. უფრო არაბუნებრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში აგდებ ტანს და აქ ეგრე არ ხარ პროსტა. მაგ უფრო ფიზიკურად აკეთებ რაღაც შედეგს რა, ფიზიკური აქტივობით ჰოლოტროპულში და აღწევ რაღაც მდგომარეობას ნერვული სისტემის და იქ პირდაპირ ტვინიდან მიდიხარ მანდ რა. ტვინიდანვე აკეთებ რა მაგას და ნაკლებად უსაფრთხოა ესე რომ ვთქვათ, კი არა საერთოდ უსაფრთხოა. ვიდრე ხო რაღაც ჰოლოტროპული, აი მედიტაცია შეიძლება ყველა ადამიანისთვის და ჰოლოტროპული შეიძლება ყველა ადამიანისთვის. ყველაზე რეკომენდაციას მაგას გავწევდი, რომ იყავი მაგ შეგრძნებასთან. მაგაზე კარგს პროსტა ვერაფერს ვერ იზავ. ვერ იზავ რა. ხო, მაგრამ ნუ ეგ ყველა შემთხვევაში ეგრე არ მუშაობს რა, ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ზოგი ძალიან ის არის რა. ძალიან ემოციურ მართლა თვალებს ვერ ხუჭავენ ადამიანები რა უბრალოდ. ანუ არიან ადამიანები, ვისაც თვალებს ხუჭავენ და ხო, შიშიავს მაგას. არა, მე რაღაც გატრიგერებიდან ფენიკეთში გადასვლაც მინახავს. მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ იზავ იმაზე უკეთეს რო იყო მაგასთან. просто კაია თუ ვინმე გეუბნება რომ ან გეხმარება რომ რაღაცები არ ქნა შენთვის. ხო, ყველაზე უწყინარი პრაქტიკა რაც არის, ჩემი აზრით არის, რომ დღეში მაგალითად ვინც გამოუცდელია, დღეში დაიწყოს 10 წუთით თვალები დახუჭოს და დააკვირდეს სუნთქვას ცხვირზე. ეგ არის იდეალური პრაქტიკა რა, საწყისედად. აი, ხო, რა რაღაც დავაკვირდეთ, აი ცხვირში ეს რაღაც ჰაერი შედის გამოდის. აი მე მაგათაც ვერ ვუძნობ. ანუ შიგნით რაღაც არის გუძნობ, მაგრამ ცხვირს ნესტოებს, აი ვერ ვუძნობ საერთოდ. არა მუშაობს. სადაც გრძნობ. თვითონ სხეულის ნაწილს აკვირდები და იმიტომ რომ არ გაქვს ეგეთი მკვეთრი ყურადღება, რაც უფრო ავიწროვებ წერტილს დაკვირვების, მით უფრო რთული ხდება რა. დაკვირვება. რაც უფრო დიდ ნაწილს აკვირდები, მით უფრო ადვილად მიგაქვს ყურადღება რა. და რაც უფრო პატარა, მით უფრო ხო. ნიუანსები არ გაქვს თან დაჭერილი რა. დიდი ხანი რო ქნა, აი დღეს რამდენიმე წუთი რო იჯდა, ოღონდ გადაბმულოთ რა. მე კიდე მეორე დღესაც მესამე დღეს ერთი კვირა ან რაღაც. მაგრამ აი თუ მე მომწონს დიდი ისინი უფრო ეფექტურია ხოლმე ბევრხნიანი ჩდომა.
10 წუთზე მეტი რა 1.5 საათიან ცოტა მეტი უფრო კარგად შვებ. ხო, მაგრამ ეგეც გამოცდილების ამბავია ჩემი აზრით რა. რამდენად გამოცდილი პრაქტიკოსი ხარ. დიდი ხანი რო დაჭდე რა. ბიჭო. ნუ მე მაინც ახლა ჩემ გონებაში არის ადამიანები, ვინც საერთოდ 10 წუთი არ გაჩერებულა, თქვა სკროლის გარეშე, ან უბრალოდ თვალდახუჭული რაღაც ემოციაში და ფიქრი, ანუ უბრალოდ რო დაჭდე და აი არაფერი გავაკეთო. დღევანდელ ცხოვრებაში არის ძალიან იშვიათი ეგ რა. და ვისაც სურვილი აქვს რეალურად რა, ანუ ისა ნებაზე მივდივარ, ყოველთვის ნებაა ჯერ მნიშვნელოვანი. და ხო, პროცესის ნდობა, რომ რაღაცას რო აკეთებ ენდო ამ ტექნიკას და ამ პროცესს რა. ანუ თვითონ ნდობა თუ არ გაქვს და ეხლა ეს მუშაობს, ეხლა ეს თუ რაღაცა ეჭვის თვალით უყურებ, არ მუშაობს, ეჭვის თვალით თუ უყურებ, უკვე ყოველ დაждდომაზე რაღაც კონკრეტულ შედეგს ელოდები რა და ეს მოლოდინია მთელი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რა თვითონ მედიტაციაში. ანუ მედიტაცია გვინდა იმისთვის, რომ გამოვცადოთ ეხლა. ხო და ეგ კარგად რო ავხსნა უფრო ანატომიურად რა ჩემი აზრით რა, რა ხდება მაგ დროს. ჩვენი ტვინი არის ყოველდღიურად ჩვეულებრივ ცხოვრებაში არის სულ გარეთ იხედება რა, ანუ სულ არის თავდაცვაზე გადასული. სულ იღებს ინფორმაციას, ამუშავებს და ქმნის უსაფრთხო სივრცეებს რა. ან ცდილობს რომ შექმნას ეს უსაფრთხო ის. მოკლედ ჩვენი ყურადღება სულ არის გარეთ მიმართული რა. და თვალებს რო ხუჭაო და შენ გინდა რომ რაღაცა ერთ წერტილზე დატოვო შენი ყურადღება, ანუ წარმოიდგენ მთელი შენი ცხოვრება და თან ევოლუციაც რაღაცნაირად შენი ტვინი მუშაობდა ეგრე რომ იყოს გარეთ მიმართული და გარეთ რა ხდება მაგაზე ირეაგიროს ესე რომ ვთქვათ რა. ჩვენ მედიტაციით მაგას შვებით რომ ავდგეთ და ეს ფუნქცია რაც აქვს რა ეს გარეთ რო არის მიმართული და გაშლილი დავაბრუნოთ შიგნით შევაბრუნოთ შიგნით რა ვიცი თუ გინდა გარეთ დააკვირდი ერთ წერტილს უბრალოდ აღარ იყოს რეაქციული რა ხო ხტები რა ყველა გარეგან სტიმულაციაზე რაც გარედან შემოდის აღარ იყოს რეაქციული რა, აღარ რეაგირებდეს ეგრე ავტომატურად რა და ეს რეაქციებიც ხო განსაზღვრულია რა, მაგალითად შენ რა გასტიმულირებს, რა გაშინებს, რა გაფრთხობს, რა გაღიზიანებს, რა გსიამოვნებს, რა ეს ყველაფერი არის განპირობებული რაღაცნაირად ეს ტრიგერებზე რა ვლაპარაკობდით, ჩაჭედილია ჩვენ ნერვულ სისტემაში და ხო რა, ეგრე მაგის საშუალებით რეაგირებს ყველაფერ გარეგანზე ჩვენი ტვინი. ხო და მაგას ვაკეთებთ რა, მაგას სუნთქვას და ცხვირს წერტილს ვაკვირდები, სწავლობ იმას, რომ შენ აღარ იყოს ესე ავტომატიზირებულად გაქცევადი შენი ყურადღება რა, გარეგან რაღაცეებზე რა. გაწურთნა ყურადღება რომ ხშირად დაბრუნდეს. თუ არა მაგას არ ამბობ. გაწურთნა ყურადღება რომ ხშირად დაბრუნდეს და ბოლოს გაჩერდეს რა. ან ხას დარჩეს. ეგეც რაღაცნაირად მე თავისით ხდება. ცოტას რომ ჩვენ ერთთან წავ. ხო, ეგ არის ვარჯიშია რა, მაგის ვარჯიშია ჩვეულებრივ ტექნიკას იღებ და ამუშავებ რა, ავარჯიშებ. მნიშვნელოვანია რომ აუცილებლად რეგულარული იყოს ეს პრაქტიკა და ყოველდღე რა დისციპლინაში ერთ დროს აკეთო რეგულარულად. ვიპასანამდე რამეს აკეთებდი თუ არა? კი, ცხვირზე რა. ნუ ეგ იყო ყველაზე ის რა. ცხვირს ბოდისკანსს ან რამეს აკეთებ? კი, ბოდისკანსს ვაკეთებდი კი. ოღონდ ცოტა სხვანაირად რა, რაღაც შემებურად რაღაცნაირად. უფრო ეს გარედან არა რა, შიგნიდან ვსკანავდი ხოლმე რა. გარედან? ზედაპირზე არა. ხო, ზედაპირზე არა, აი ვიპასანაზე გავიგე ზედაპირიდან და გავასწორო, ხო. აი ვიპასანამდე სანამ მივალთ რა. ხო. მაგის ის მინდოდა რა, თუ რამეს შედეგი აქვს აქ რეგულარულად, თუ მაგას არ აკეთებ რეგულარულად. როგორც ყველაფერს რა, მარტო მაგას არა რეგულარულად ჩვენ ყველაფერს შედეგი აქვს. თვეში ერთხელ რო შვები, რასაც არ ნუშვებოდა, ხო, და ეგრევე არ ექნება შედეგი რა. თან სასწარკვეთილებიდან, ანუ ის რო ეხლა ამას მიშველე რაღაც ეხა დავждები და იმედით რო ეხა მე მეშველება.
ეგეც უკვე წინააღმდეგობაა რა, ეგრე არ მუშაობს რა. უკვე რაღაცით არის შენი ყურადღება განპირობებული რა და კონკრეტული რაღაცის მიღებას ცდილობ. და ერთ რამეს უნდა ცდილობდე, მარტო აკეთო ტექნიკა მეტი არ აქვს. ოკეი. ემოციებთან ყოფნაზე რო წავიდეთ რა. აი რასაც დანებებას ვეძახით, აი ხშირად ჩემთვის უფრო აი ეგეთი გამოცდილება ყოფილა, რომ ანუ იმდეხარ რომ კონცენტრირებ შეგრძნებაზე ან ემოციაზე რა, შეგრძნებაზე, ანუ ტკივილზე ან რაღაცაზე, იმდეხარ რომ კონცენტრირებ, რომ შენსა და მას შორის ქრება დისტანცია. ანუ პოეტური ჯოს რომ მიხდას. ხტები რა თქმა უნდა, ანუ რაღაცნაირად აღარ არის ეს. მოდი ბოლომდე. აი ტკივილი აქ აღარ არის. დანებებულ მდგომარეობას არ წინააღმდეგობაში ყოფნა. მიღებულობას ბოლომდე. ზუსტად, ხო. ანუ უფრო აღარ არის არავინ ვისაც რაღაც არ მოწონს. ხო, ანუ სუბიექტი და ობიექტი რაღაცნაირად რა. ანუ აღარ ვარ მე და საბოლოოდ აი უფრო რომ გავიჭრა ახლა დიდ მასშტაბში. ვიდი გავარდი. საბოლოოდ ეგ არის რა ჩემთვის რა, ეგ მდგომარეობა მედიტაციური, სადაც ხო რაღაცა ცნობიერება აი აქედან აღარ ხარ რა. ანუ ეს არ არის საიდან საცნობიერებ რაღაცებს. სათვალებს ინფორმაცია რაც გარეთ არის და შენ მიმღები, როგორც მიმღები ან ინფორმაციის და გამტარი, აღარ გაქვს დისტანცია რა. აი ეს ტანის შეიფიზაცია. რა სიტყვა მოიგო. რატო ვერ ვისვენებ? მე ვერ ვისვენებ, ცოტა შევეცდები. ტანის შეიფი და ტანის შეიფიზაცია. ნო. დაუბრაკე ეგ სიტყვა, ნო. Blacklist-ში ჩავყე. I don't like it. შეიფიზაცია. ლიკვიდიზაცია. გაზზე მოყვა. ხო, ეს თხევად მდგომარეობას უფრო შემიძლია შევადარო ხოლმე ვიდრე რა სხვას. რაღაცნაირი ხარ ბლანტი და თხევადი. ხო, რაც საბოლოოდ და ეგ მაშინ ხდება, როცა ხო ყურადღება იმ დონეზე არის ერთ იმაზე, რომ არაფრისკენ აღარ მიხდის რა. ბოლომდე გაჩერებულია ერთ წერტილში. არ ვიტყოდი მასე? ან რაღაცა ვიტყობი, შენ მქონია ფიქრებიც ყოფილა, რომ ფიქრებიც არის, მაგრამ აი უფრო გარეგან აი გარეთ აღარ მიერბის რა, როგორ თქვა რა, აი აღარ დახტის შენი ყურადღება. არ ვიცი, რაღაც გადმოვარდა ციგნი კარადიდან ან წაიქცა რაღაც და მაინც აქ რო ხარ და ის უბრალოდ მოდის ისმის და შენ აღარ რეაგირებ მაგაზე. თხევადი ხარ. ხო, რაღაც კონკრეტული, მე მგონი კონკრეტული brain wave state-ს ვაპარაკობ. ხო, და რაღაც ისეთ გამოცდილებაზე ლაპარაკობ ჩემსაზე რა და ხო, საბოლოოდ მაინც ეგ არის რა state-ი, სადაც აღარ არის რაღაცნაირად სეპარაცია რა. ხო, მაგრამ მაგაზე მიჯაჭვობას რაღაცნაირად მაგ state-ში გინდოდეს რომ იყო. ხო, და ეგ კიდე კაი გაიხსენა ახლა ჩემი აზრით. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, მეორე პრობლემა კიდე, რაც უკვე ადამიანებს აქვთ ხოლმე, რომ აი მცდელობა იმის, რომ ისევ იქ მოხდე. ხო, აქ უკვე იმ ინტენშენი ჯდები, რომ რაც იყო და სასიამოვნო იყო. და სასიამოვნო იყო. კიდე მინდა ეგ. კიდე მინდა. და ჩალიჩობ, რომ და ასე შენ გამოსtildeებით იცი რომ არ მუშაობს. და ჩალიჩობ, რომ ეს ისევ გაიმეორო და როცა ჩალიჩს იწყებ, რომ გაიმეორო რა, არ მუშაობს ტვინი, ანუ უკვე რეაქცია გაქვს რაღაცაზე რა, უკვე განპირობებულია შენი პრაქტიკა და უკვე თავისთავშივე რეალობას ცვლი და ვეღარ გამოცდი რა, ანუ მთელი პონტი ის არის, რომ გამოცადო რეალობა ეხა ისეთი როგორიც არის. მაგრამ წაღანასი ამ ყვაბოდი რაღაცას რომ ეგ თითქოს ეგ state იყო point-ი მთელი. არა, მაგას რაღაც პონტში გამოსtilde, მაგრამ სადღაც ხო ეგეთია, მაგრამ როგორია ეგ შეიძლება სასიამოვნო არ იყოს რა. ეგეთი რა? ანუ რაღაც ეგეთია, ნუ ერთ-ერთი state-ია. ერთ-ერთი state-ია, ხო. ასე როგორც შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე ან რაღაცნაირად და მაინც იყო. ხო. ხო, ამიტომ არ გამოსაზრდოთ მედიტაცია არაფრით.
მდგომარეობა რა, იმიტომ რომ ბევრნაირი გამოცდილება შეიძლება იყოს რა, როგორც იოგის პრაქტიკა, იოგაც რაღაც პონჩი ეგ არის რა, თავის თავში მედიტაცია რა. და ხო, თუნდაც აი დინამიური პრაქტიკა თან ორჯიშულიც იგივე რაღაც ხდება რა, ოღონდ დინამიკაში. მაინც შენ ტვინი ყურადღებით თუ შვები ხო, ეგრეა სწორებს. ყურადღებით და ის იმიტომ თუ არ აკეთებ რომ მალე მორჩა. ხო და ეხა მოიხოდა კერდა ის სასიამოვნო შეგრძნები წამოიღოს. ხო, ეგ გუშინ როგორი პრაქტიკაც ქონდა დღესაც ეგეთი როგენ შეიძლება უბრალოდ არ იწელებოდეს შეინტანი რომ დღეს როგორც გუშინ იწელებოდა ან გუშინ წინა პრაქტიკაზე ან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს რა მოკლედ რის გამოც შენ ტვინი და ნერვული სისტემა და არც ტანი და არც კუნთი აღარ იყოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში წინა გამოცდილება ქონდა. და მაგიტო აღარ იყოს რა და მთელი ამბავი არის რომ ეს ტექნიკები ეს იოგები და რაღაცები მაინც იმიტომ გვინდა რომ შევძლოთ ეხლა ცხოვრება რა აი აქ რა კარგად ყოფნა ქვია მაგას ხო აი კარგად ყოფნა გულისხმობ რომ ხარ და საკმარისია ყოფნა ხო არაფერს თუ არ მოგცემ რომ თავი გაირთო რომ ოკეი ხარ რა კარგად ხარ მაინც კარგად ხარ ხო მაგას გულისხმობ საკმარისია ყოფნა რას მაძლევს აი ეგ რომ ეხლა ცხოვრობ. ხო, მაგრამ შენ ნერვულ სისტემას განაპირობებს ბევრი რაღაც წარსულიდან რა, რის გამოც არ ხარ სტაბილურად ერთნაირად. გაიხსენე დღის მანძილზე, რამდენად შეიძლება იყოს დამწუხრებული, ან უხასიათოთ, ან მაგალითად რაღაც გაღიზიანდი ან რაღაც გამოგჩეს ან დაგავიწყდეს ან რესურსი არ ქონდეს, ენერგია არ ქონდეს, მოკლედ რაღაცნაირად ჩემთვის ეგრეა რა, ნახევარ სიცოცხლეს ატარებ მაგაში. ხო, მაგრამ ეგ რო თვალები გაქვს დახურჭული და კონცენტრირებული სუნთქვაზე. ან თქვა 10 წუთი. იმ 10 წუთის განმავლობაში მთლიანად 10 წუთს ხომ მაგას ვერ აკეთებ ან რაღაც ხო მიიღებისას რაღაც გონები. და ან ეგ ტრიგერი იქნება თუ ფიქრები თუ რაც არის იმ 10 წუთში ხო გაქვს მაინც. ხო, მაგრამ მან ტექნიკას ამუშავებ, მაგას ხსნიდი, რომ ტექნიკას ამუშავებ, იმ ტექნიკას, რომ წვრთნი მაგ დროს შენ ყურადღებას რა. ანუ გაქცევა კი არ არის პრობლემა რა. თავარია დაბრუნდე უკან ყოველ ჯერზე რა. ანუ არ დაგავიწყდეს, რომ ტექნიკას ასრულებ. ეგ არის რა. და რაც უფრო აი მაგალითად ხელებზე რომ დგები იოგის ან მე ან რამე პოზის შესრულებას რომ აკეთებ ამას აკეთებ 10 ჯერ, 1000 ჯერ და 10000 ჯერ რა, წლები აპრაქტიკებ ამას. და თავიდან შეიძლება ეგრევე თავზე ფეხი ვერ შემოქონდეს, ან ხელებზე ვერ დადგე და გაჩერდე, მაგრამ ბევრჯერ რო იზავ, სადღაც დგები უკვე და კონტროლი გაქვს და ბალანსი გაქვს რა ამ პოზაში ვთქვათ რა, ზუსტად იგივე ხდება მანდაც. და მე უკვე რო დგები, აი ხო და აი არ არის რა საბოლოო რა რაღაცნაირად, რო დგები უკვე ხელებზე რა, აი კიდე ახალი გამოცდილებები იბადება დგომიდან უკვე რა. ხო, ხდები და ხო, ბევრნაირი რაღაც შეიძლება მოხდეს რა. შენი, ანუ საბოლოო მიზანი არის ის, რომ შენ თვითონ გამოცადო რეალობა და ეხლა ეს მომენტი. ნეიტრალურობიდან ეხლა და სხვა კითხვას what's the point მაგას კითხავს ანუ რა შვები რა მაგას აი რა მომენტები რა ეს ცხოვრების განმავლობაში რაღაცა ძალიან კარგი დღე გაქვს აი საერთოდ არ გაწუხებს და ან კაბები აი რაღაცა თქვა თანაპირო და წევს კოქტეილს და ძალიან კარგად გძნობ თავს ან მაგას ხო ეს კარგად ვარ და არანაირი შემოწუხებელი ფაქტორი არ არსებობს და იმ წამით ვარ მაგრამ კოქტეილი ზღვას და ყველაფერი შენი ხელფასის და მაგალითად შენი არ დადეგებით წარმოვალია რა ანუ რაღაცნაირად როგორც დაიწყო ისე დამთავრდება და მე რომ დაბრუნდები ქალაქში თუ რა ვიცი ცხოვრებას ჩვეულებრივ ცხოვრებას და რომ დაბრუნდები თუ იტანჯები პრობლემა თუ არ იტანჯები მაშინ მან თხარა სადაც ხარ რა ეგ არის რა მთელი ამბავი არის ის რომ რეალობას იღებ და ეხლა ისეთს როგორიც არის რა და ერთადერთი რეალობა რომ მიიღო ეხლა როგორიც არის უნდა რეაგირებდე აქედან აი ამ მომენტიდან და არა განპირობებული აი მე მაგალითად იმიტომ მომწონს რა ანუ რაღაცები რომ ჩემ ქცევებს მართავს ეგ არ მომწონს აი თუნდაც რაღაც ტრიგერს ვიტყვი ამ შემთხვევაში რაღაც ტრიგერები ან რაღაც კონკრეტული სიტუაციებში რომ მექანიკურად რაღაცნაირად იქცევი ეგენი არ მომწონს ხოლმე მაგაში მეხმარება რომ რამე ეგეც თუ დავიჭერ მე რო აღარ ვიყო ეგრე ანუ უფრო მეტად მეხმარება რომ
თავისუფალი ვიყო რაღაცნაირი სიტყვა. ნუ ზეგრია. მაგრამ ხო. ანუ მე არ მომწონს ეგ არ მომწონს მაგ ეგრე ქცევის შედეგები არ მომწონს მე რა ბოლოს რო სადღაც ამოყოფ თავს და აქ რატო ვარ საერთოდ რა და აი რატო ხარ აქ აზიარ ხარ. და მე იწყებს სხვა რაღაცებზე გადაბრალებას და იმის ბრალია ამის ბრალია იმის ბრალია და რეალურად მარტო შენი ბრალია ეგ. მოკლედ ერთადერთი რაღაცაა რითი შეიძლება მართლა განთავისუფლდე რა. თან ნამდვილი თავისუფლება გამოცადო. ჩემთვის არ ვიცი, აი ხო ვიღაცამ შეიძლება რაღაც პერსპექტივა თავისუფლების დამანახოს, მაგრამ ჩემი გაგებით თავისუფლება რაც არის, ეგ არის რა. რამდენად არ ვარ განპირობებული წარსული გამოცდილებებით რა. ოღონდ გულისხმობ აი ავტომატიზირებულ ქცევას რა, რწმენებს და ტრავმებს რა. აი ვიქცევი ესე ბნელად ბრმად რაღაცებზე რა. ან ვიღებ გადაწყვეტილება, მინდება რაღაცები და მე იმ დომებს ვაკეთებ. ან ღიზიანდები ან მაგალითად ამდის თავში ამდენად კაი მაგალითი არ ვიცი, მაგრამ просто ახლა მომივიდა და შეიძლება ნორმალური იყოს. აი მაგალითად social anxiety ან რა გვჭირს სიტყვაზე რა. სადღაც რომ მიდიხარ ალკოჰოლს ხოსო, იმიტომ რომ ეგრე აღარ იყო მოდუნდა და ძალიან მარტივი კომუნიკაცია ქონდეს ყველასთან და მუშაობს ეგრე. ხო, ეგ შეიძლება რომ მაგების გარშე ქნა. ხო, ან ერთ-ერთი მაგალითია ეგ. აი ნარკოტიკის გარშე შეიძლება ქნა. რა, ისე არ რატო არის ეგ რო გაქვს რა? ოკეი, არ არის social anxiety ხან როგორც ესეთი მოცემულობა, ეგეთი ნეიტრალური მოცემულობა, ეგ რაღაცის გამო გაქვს. მაგრამ შეიძლება რომ აღარ გქონდეს. ტრიგერი, ეგ ტრიგერი social anxiety. ხო, ეგეთი არის ძალიან ბევრი დეტალი და ძალიან ბევრი შენ ან სიტუაციურ ან ურთიერთობულ ან რაღაც შენ ქმედებს მართავს. რაღაცებს შევი მაგ შეგრძნების გამო. აი რაღაც სიტუაციები ყოფილა ბავშვობაშიც, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ისე მოუქცეულ ვარ, რომ მე რო დავფიქრებო არ მომწონებია ეგ, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერს ვერ ვცვლიდი და მაგის მერე მსგავსი სიტუაცია რო ყოფილა, ვერც ისევ იგივენაირად მოუქცეულ ვარ, იმის მიუხედავად, რომ მანამდე რო ვიფიქრე, რომ ესე აღარ მოიქცევი, არ მუშაობდა ეგრე რა, მაინც იგივენაირად მოვიქეცი. ხო, აი მაგების ხარშვა არ მომწონს. შეცვლაში და გაცნობიერებაში და მე შეცვლაში გეხმარება რა. მაუნჩვევების ხო აი მარტო მაუნჩვევები. ხო, ჩვენ ძალიან ისე ვლაპარაკობთ რაღაცნაირად რა, ანუ ადამიანები ძალიან აი ამ რაღაცებსაც ეხა ესე მარტივად ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ტანჯვაში და რაღაცებში ხვდებიან რა, ცხოვრება არ მიდის, ერთი ცხოვრება არ მიდის კარგად ადამიანების რა და ანუ ჩემთვის უალტერნატივოა თავისუფლება რაღაცნაირად რა. ანუ სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, რა განზომილებაში, რა კულტურაში თუ რაღაცაში, ხო, ანუ ვარ და მაგის გამოცდილება რო ვარ და რა ვარ, როგორი ვარ. რაღაც კულტურის პროდუქტი ვარ, ევოლუციის პროდუქტი ვარ, თუ აი ყველაფრის გაცნობიერება რა საბოლოოდ რა. ხო, კიდე რა არ მუშაობს, იცი, ჩემი აზრით, რომ ხო, მაგრამ ეგ თვითონ პროცესიც გეხმარება რა, ტექნიკას რაღაცეებზე უარის თქმაშიც და რაღაცების შეცვლაშიც და მოჩვევების, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ეს ცოტა ასკეტური რაღაცების გაკეთებას რა შევახმაროთ და რაღაც ეტაპზე მაინც რა. აი რაღაც ასკეტური ეგ სიტყვას მომავიწყდება. რა არის? ხო, განდეგილობა თუ რაღაც არის. განდეგილობა, ოღონდ განდეგილობა შენი ყოველდღიური რობისგან რა, მაგალითად რა, ყოველდღიური ჩვევებისგან რა, რაღაც არ ვიცი, რამდენიმე რა რაღაც რა იკრძალო? ხო, უარი თქვა უფრო რა. რა? უარი თქვა რაღაცეებზე რა, ვთქვათ. მაგალითად თრეში ყოველდღიური აი რიტრიტზე რო ვილაპარაკოთ რა, აი რიტრიტი არის ძალიან კაი რაღაც. და რატოა კაი რიტრიტი რა? მაგალითად აი რიტრიტის მთელი ამბავი არის, რომ წახვიდე და მოშორდე შენ ყოველდღიურობას. ის ვინც ხარ? გააჩნია ალბათ რიტრიტსაც რა. ხო, ანუ აი შეიძლება ექსკურსია რიტრიტზე. ექსკურსია რიტრიტზე არ ვამბობ. ვიპასანა რიტრიტზე იყო ხო მაგ ორ შორის. ანუ რიტრიტი რაც არის რა, მართლა რიტრიტი რა და არა ექსკურსია და რა განსხვავება ეგ ვთქვათ, ოღონდ თვითონ რიტრიტის გაგება რო ავხსნათ არის, რომ მიდიხარ სანმე რაღაც ასკეტურად, ან შეიძლება არსადაც არ წახვიდე რა, სახშივე გააკეთო რა. რამდენად მოაწყობ იმას რა, ანუ მთელი ამბავი არის ის, რომ ყოველდღიური შენი ჩვევებისგან განცალკევდე რამდენიმე დღე მაინც და ეს იმისთვის გვჭირდება, რომ აი
როგორ ჩდება მოთხოვნილებები და ტვინი როგორ ილტვის მერე ამ სტიმულაციის მიღებისკენ რა. სნიკი ისინი. ხო, რაღაცები, აი როგორ დაგაჯეროს რომ რაღაცა. როგორ ამოდის მაგალითად შიმშილი თუ გშია და არ ჭამე რა მაგალითად რა. როგორ გამოიყოფა შენში როგორ ფიქრები როგორ მოგდის, რაღაც ბებიის გაკეთებული ხაჭაპური გაგახსენდება რაღაცა ბავშვობის რაღაც ისეთი მემორია მოტივდება, რომ აი სულ გიბიძგებს სტიმულაციის მიღებისკენ რა. დღესაც ჭამე ხოლმე დაიწყე. ხო, აი ეგეც რაღაცა. აი ორშევას დავიწყე. მაგალითად ხო აი სიგარეტი რა, რაღაც ისეთი პრობლემა, აი სიგარეტზე თუ არ სიტყვი, რაღაც ისეთი პრობლემა შეიძლება გაგახსენოს, რომლის დროსაც აი ხა უნდა მოუწიოთ რაღაც რა. იმიტომ რომ ნერვი ვიყავ და სხვა ერთ ორ ხო, ეს არის ჩემთვის ჩვენი თავის შეცნობის პროცესი რა. აი როგორც მედიტაცია მაქვს ყველაფერს ვაუღოთ რეტრიტი, რაღაც მედიტაცია, წავედით, რაღაც ტექნიკას ვაკეთებთ, ან იოგას, ან იოგა მედიტაციას. ეგ არის რა. ხო, მაგრამ რაღაც დონეზე მგონია რომ ცოტა დისტანცია უნდა იყოს შენ ფიქრებს და შენ შორის მაგ შემთხვევაში, რომ ეგეთი რაღაცა. ხო, მაგაში ან მენტორი დაგეხმარება, ან გაიდი დაგეხმარება, ან ტექნიკა დაგეხმარება, რაღაც დაგეხმარება რა. გაიდი მნიშვნელოვანი, მე არ ვამბობ ხა იმ ადამიანზე რომ პირდაპირ გააკეთე რა. ხო, მაგრამ თუ რაღაც დონეზე პრაქტიკობ რა, რეტრიტზე. არის შენობა აკეთებდა რომ ერთი სული გაქვს რომ მორჩა მთელი ამ იმის განმავლობაში. გეთანხმები რა თქმა უნდა, ეგეც პროცესის ნაწილია. ეგეც პროცესის ნაწილია. ხო, რაღაცის გამოაკეთებდე რა, რომ ეხა მაგალითად შენ თავს უმტკიცებდე, რომ ეს კარგია, მაგრამ წარმოუდგენა არ ქონდეს რატოა ეს კარგი და მაგრამ იცი რომ ვიღაცამ თქვა ეს კარგია და აკეთებდე მაგას. რა გწავლით მე მგონი ბევრი საკუთარ თავის არაფერი ამიგზავნოს არ ვიცი. просто ჭამდი და არ მევასე კაიხანია და მაგიტო შიმშილი მომწონს ხოლმე. ჭამდი და არ მევასე კუჭი გაგეჭოლა. გავიგე ხო, რანდცი ხო? ხო, აი დავამთავრებ რა, მაგალითად ჩვენ თავის დაკვირვების მხრივ რა, რომ ჩვენი ქცევები და რეაქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც რაიმე ერთ-ერთი მედიტაციის რაღაც ტექნიკის დროს მანდაც აკვირდები მე შენ თავს რა, როგორ რეაგირებს, აი როგორია ბუნება რეაქციის რა, როგორ ხტის, როგორ გარბის, როგორ აკვირდები პროსტა. თუ აკვირდების გულისხმობს სხვას არაფერს რა. ანუ მე არ ვამბობ ეხლა ტიპმა პროსტა თვალები დახუჭოს და ეგრევე მაგას იზავს, მაგას ვერ იზავს. ვამბობ, არ შეიძლება ქნას, მაგას შედეგები. სურვილზეც არის რა, რამდენი სურვილი და ყურადღება და რაღაცებზე ბევრი რამეზე. ხო, მაგრამ მაინც ჩემს რაღაც პრაქტიკა ჭირდება რა. ანუ ეგრევე ეგ არ არის, ეგრევე შეიძლება მოიტანოს ხვირზე ყურადღება ძალიან ბევრჯერ რა. აი, მაგალითად ადამიანი ახლა ტელეფონი გამოართვი. სკროლვა და რაღაც რა. ხო, წაღან დამთავრე მე. და ასე ახლა თვალები დახუჭული 1 საათი. ხო, და აი კაკრას წაღან მაგას ვამბობდი რომ ჩემთვის რა 10 წუთი უფრო არაფერს მომცემია ვიდრე 1 საათი 10 წუთი მჭირდება ხო მარტო იმიტომ რომ რა ხდება ამ ქაოსიდან და სკროლვიდან და რაღაციდან ძალიან აგზნებული ტვინო ცოტა დაწყნარდეს. ხო, მაგრამ ეგ ერთჯერ არის, მაგრამ მე ვამბობ 10 წუთით დაიწყოს ადამიანმა რეგულარულად, თორემ 10 წუთით დავიწყო მომენტ რა დავატრაგე. 10 წუთით დაიწყოს რეგულარულად, თორემ რეგულარულად რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ნელა გაზარდოს. ეს ერთ და იგივე დრო იქნება, რომ თან ტვინს მიეჩვევა და მარტივად დაბრუნებოდი ახლა მე ჩემთვის. კიდე რა ისერ ციურცეში, სადაც რაღაც სხვა რაღაცები არ ხდება მაგალითად რა, სხვა არ ძინავს თავიდან. ხო. თავიდან ხო. მე თუ გინდა მარშრუტში გინდა ეკალზე დაჯექი. იჩხუბე და იგაკეთებ შოვა. ხო, ანუ რეტრიტი ეგ არის რა, წახვიდე და განიზიდო რა, ანუ ჩაეხსნა რაღაც ისეთ რაღაცებს, რაც აკეთებ ყოველდღიურად. ეწევი სიგარეტს, არ ვიცი, აი თუნდაც ნებისმიერ კომფორტი რაშიც ხარ რა, დისკომფორტი გადაგიჭებ. ამ შემთხვევაში რა კონკრეტულ რეტრიტს გულისხმობ თუ რას გულისხმობ? ნებისმიერს რა. მაგალითად რას? მე ჩემთვის რეტრიტი შინაარსი ტექნიკას არა აქვს, მე იქ რა ტექნიკა პრაქტიკდებ. ნუ ეგეს ტექნიკის ნაწილია, თვითონ რეტრიტის გაგება არის ეგ რა, ანუ განდგომა შენ ყოველდღიურ ჩვევებისკენ. Yes. და ეს ჩვევებიც ყველასთან მოწებებულია. და აქ ყველაზე კარგად ხედავ მაგალითად რა, შენ რეაქციებს, როგორ რეაგირებს შენი ტვინი, აი ფუნქციას, როგორც ფუნქციას რა, რაღაცებს. როგორ გაძლევს რაღაც ალგორითმი, რაღაც ისეთ კონტენტს, შენ ტვინის ალგორითმი რა. ყურადღების მიქცევია რა, გითხრას და რაღაცას და რაც უფრო ხო რა, რაღაცეებზე ძალიან არის რა, აი ძალიან შიმშილი და რაღაცეები გეძრობა რა.
შიმშილზე უბრალოდ ძალიან ის მოგდის რა, ძალიან გახსენდება რაღაცები და ის სექსუალობა. ეგორია ჩემი აზრით რა, ყველაზე ის სექსზე უარის თქმა და ჭამაზე. სექსუალობა, ჩემო ტვინმა იცის ხოლმე თუ რამე აი არასასიამოვნო დღესაც ხო ვიჯექით და მაგ დროს რაღაც დაჭიმულობები ვიპოვეთ რაღაც და ეგრევე სექსუალ ფიქრებზე წავედი. მეთქი აიცა, ეხა ნო. აი ყველა ძალიან იქ გქონდა რა, აი 10 დღიანზე რო ვიყავით. პირველი 3 დღე ყველა ეგრე იყო. და ეგრევე, ნუ რაღაც ეს სტიმულაციები რო აღარა აქვს, თელი შენი ყურადღება რაღაც ერთ წერტილშია, არაფერი რო ძალიან ინტენსიური იყო პროსტა. სეროტონინებს რაღაცებს აღარ გიბუსტავს, ტვინი იწყებს, აი გადარჩენის რაღაც აი კრიტიკული მას რა, რომ ეგრევე აი ისეთ სენსიტიურ მასალას გაძლევს, რომ აი ყველაფერზე ის კონტექსტი. თან ვიზუალურად შეიძლება იქხა რაღაც აი ჰოლოგრამა მოდის რა. ძალიან ინტენსიური იყო, ინტენსიური რავი ანუ. ხო, და ნუ მე სამ დღეში რომ მიხდება რომ არ კვდება, აუ ჩერდება რა მე რა, და ეგ არის. ხო, და აი ექსკურსიაზე რო შევადაროთ რა, ნუ რაღაც დღეს ძალიან ეგ არის რა, რეტრიტის სახელით იყიდება რაღაც ექსკურსია. ხო, მაგრამ რაღაცნაირად გასართობი არის. გასართობი არის, aber რეტრიტი არ არის რა, ეგ არის. ეს ექსკურსია. ექსკურსია არის. ორი სახელი დავურქვათ. საყვარლობა, ექსკურსია უფრო ხდება ის, ხო, მაგრამ რეტრიტი ყიდის. ხო, რაღაცნაირად ეხლა რომ მიდიხარ რაღაც დილით მედიტაციო და მე რაღაც თორებში იდება რაღაც ღვინის ჭიქების სმა და რაღაცეები და საუნდ თერაპია და მე ღვინო და რაღაცეები. no, ეგ მე მგონი არ არის ეგრეთ რა. ხო, და ნუ მან და რავი გართობა რაღაცნაირი სიამოვნების მიღება, იოგა გაიწელები, ცოტა ხანი ყურადღებას დაამშვიდებ, წახვალ მე გემრიელად შეჭამდალე და გაერთობ ფოტოებს გადარებ, წამოხვალ სწორებს ეგეც. მაგერაც. ნუ ცანასწორებს. მაგრამ ხო, ხდებიას რა. მაგრამ დამშვიდება და ნამდვილი სიმშვიდე და მან ნამდვილი დასვენება თუ გვინდა არის ნამდვილად რეტრიტი რა, რაღაცა დისკომფორტებში უნდა გავიაროთ, რომ ეგ სიმშვიდე ვიპოვოთ რა. ანუ ჩვენი სურვილები არის ჩვენი ესე რომ ვთქვათ, გამაღიზიანებელი ერთგვარად რა. რაც უფრო მეტად მაპროვოცირებელი რაც უფრო მეტად ვიკმაყოფილებ ჩემს სურვილებს, მით უფრო მეტი მჭირდება მე. და თუ ვერ ვიკმაყოფილებ მე იმ მეტს, მით უფრო მეტად ვიტანჯები რა, ხვდები და წუყვარ. ეგ არის რა და თუ მაგას ვიზავთ, რომ რაღაც ჩვენ სურვილებში გავიაროთ, კი არა და სურდეს, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებდეთ მაგას. ო, არაფერს არ ვაკეთებთ. შეგვიძლია რომ რაღაც 3-4 დღე, 10 დღე არ ჭამო და არ მოკვდები რა. ანუ შეგიძლია რომ დაჟე 3 დღეზე მეტი არ მექნია. ხო, არც 3 დღე მაქსიმუმ. რა საათი ბევრი, მაგრამ რაღაცნაირი იქნება. არა ხო, სხვანაირი იქნება. მე 3 დღეც ძალიან ასწორებს. 3 დღეც ძალიან ასწორებს. თან ძალიან ენერგიულიც ხარ, ძალიან რაღაც ტვინი გაქვს, ძალიან flow-ი, თუ რა ქვია მაგას არ დაჭემო. ინფორმაციაზე წვდომა, ვარჯიშის ასწორება. და მაგარი ფიქრები მოგდის. რაღაც გენიალური ფიქრები არის დიში. კი, დიადი ფიქრები. მაღალ ვიბრაციულ ფიქრები. ხო, და სექსიც ეგრე მუშაობს რა. ეგრე როგორ? ეგრე როგორც ჭამა რა. ეგეც განპირობებულია რაღაცნაირ ბებიის ხაჭაპურის არ იყოს რა გემოვნებით რა რაღაც ჩვენში არის რაღაც კონკრეტული სიამოვნების მიღების განპირობებები რაღაც კონკრეტულზე ვიღიზნებით რაღაც კონკრეტულს აი ყველაფერზე აგრე ვართ მარტო სექსსა და ჭამაზე არა მაგრამ ეს ორი არის ჩემთვის ის რა ორივე რაღაც პონჩი გადარჩენის ერთ-ერთი ძლიერი ის არის რა ერთ-ერთი ფუნდამენტური საშუალება თუ სექსი არ იქნება არ გამრავლდები თუ არ შეჭამ მოკვდები და ყველაზე მძაფრი არის მამად რა მძაფრად მიჯაჭულობები რა და მაგორზე თუ იმას ამბობ უარს რა ხო ეგ არის რა რაღაც მრუშობა ათმცნებაში ალბათ იოგაც კრძალავს რაღაცნაირად რა მაგას რომ კრძალავს არ არის რა უფრო სწორად ხო რა თუ იქნები სექსზე და ჭამაზე დამოკიდებული იქნები რაღაც დონეზე რა განვითარების და შენი ტვინი მსგავსად კრეატიული იქნება დანარჩენი იქნება შენი ყურადღების და ყოფნის დიდი პროცენტი იქნება მიმართული იმაზე როგორ დაიკმაყოფილო ის სურვილები რაზეც ხარ მიჯაჭვული საბოლოოდ ეგ არის რომ როგორც პრაქტიკას ხელი შემშლელია რა პრაქტიკისთვის და რაღაც რომ მიხვიდე იმ მდგომარეობამდე რასაც უბრალოდ ყოფნა ქვია ხელი შემშლელი რატო არა
ხელი შემშლარია რომ წუხარ და იტანჯები და ილთვი რაღაცის მაგრამ რაღაც გულს ხომ და მეთქი რას გულს ხო იგივე რაღაც დოზით ნარკოტიკის ხო რა არის რა რაღაც მდგომარეობის გამო რაღაც არ კმაყოფილების გამო იღებ რაღაც სუბსტანციებს და მოიჭოლეთ ახლა კარგად თუ ხარ არ გინდა რომ რაღაც შეიცვალო ხო რაღაცა ის გართობად შეგილია ყოფნად შეგილია უბრალოდ ანუ ყველაფერი შეგილია ცეკვა გინდა იცეკვებ ვიცი ლაპარაკი ყოფნა გინდა იქნება რაც გინდა ის არის რა მე მოკლედ რა ფილმს გინდა უყურო არა იმიტომ რომ გაიქცე პროსტა ხო საბოლოოდ მაინც ორად დავყოფდი ზოგადად ადამიანობას თუ ადამიანურ მდგომარეობას რა ანუ ერთი ის რომ გადარჩენიდან ასე ტოლვიდან მიჯაჭულობებიდან ხარ და მეორე უბრალოდ ყოფნიდან რა უბრალოდ სადაც დანებებული ხარ და ხარ ასე ყოფნის კაი დაყოფა მომწონს მაგრამ ადრეც გვაპარაკე მაგაზე რაღაც სხვა დავარქვით შეიძლება ხო დესპერაცია და ხო სასწავლებლები და გადარჩენიდან როგორც ფიზიკურ დონეზე რაღაც შენ მომართული ხარ როგორც თვით გადარჩენაზე და ეგ შეიძლება სექსის გამოიხატოს შეიძლება ნარკოტიკის მიღებაშიც შეიძლება არ ვიცი იოგის კეთებაშიც არ ვიცი კაცელვაშიც ყველაფერში ჩემი აზრით რომ წარფერი ქნა პროსტა რომ დგახარ გეტყობა რომ ეგრე ზნიკავ ეგრე სუნთქავ არა ეგ შემიმჩნევია ხო აი ტეტანის იმას რაღაცნაირად სულის რა დგომასაც მართლა სუნთქვაც სხვანაირი გეკრუცა რაღაცნაირად ხარ ყველაფერს სულის რა ანუ ხო ამიტომ body language მაგიტომ დაუბრუნდები თავდაპირველად ჩემ განცხადებას ნაბარა იყო ერთ-ერთი გზა ნუ ერთ-ერთი გზა ხო რა საბოლოოდ ერთ-ერთი გზა არის რა რო კარგად იყო მართლა კარგად იყო და მართლა თავისუფლება გქონდეს შენ თვითონ ადგე და ხო გაეცნო შენ თავს შეიცნო შენ რაზე რატო რეაგირებ რისგან რატო გარბი ხარ როგორ შემოვედი ხა მე შენთან და გამარჯობა მე ვიტანჯები და როგორ შევიცნო ჩემი თავი შენც ვიტანჯები მე ვერ დაგეხმარების შეგძლია რომ თავი ჩამოიხშო შეგძლია ხო ნუ გააჩნია რა ეგ ძალიან ინდივიდუალურია რა შეიძლება მე არ ვიყო ის ვინც შენ დაგეხმარება რა ესე ანუ მე ვიცი რომ ყველას ვერ დავეხმარები თქვა რა მე შემიძლია რომ მე რა ჩემზე რაც იმუშავა ის გავაზიარო რა მაგრამ ეს რამდენად ყველაზე იმუშავებს ხო ეგ რაღაც ეგ ფორმულა არ არსებობს რა რაც ყველაზე ანუ პოტენციალში ყველაზე მუშაობს როგორც ადამიანზე მაგრამ ვისაც წინააღმდეგობა აქვს ვინ საიდან რას იწყებს ვიზე რამდენად იმუშავებს აი და მე ვინ ვის რამდენი რესურსის ჩადება შეუძლია თავისთვის ხო ბევრი დეტალი არის ხო და ეს საიდან იწყებ პრაქტიკას ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ფიზიკურს ისე მედიტაციურს საბოლოოდ რა რამხელა წინააღმდეგობები რამხელა იმისა ქვია მაგას დამოვიწყო შეჭრობები ხო ნუ ტრაუმები და ის სანქიები თუ არა სანქარე მენტალ ემოციური იმპრინტი არა და რა ხო საიდან იწყებ რა ყველა სტანი არ არის თქვა ერთ და იგივე პოზიციაში ზოგი გამოცდილება ხო ზოგი ნაკლებად ზოგი აი ხა მენტალური რაღაცებიდან იოგაზე გადახდი მგონი ვადარებ უბრალოდ რა ხო ხვდები რა როგორც ფიზიკურ პრაქტიკაზე მეთქე ვთქვი რა ისე რაღაცნაირად სად ხარ საიდან იწყებ სადაბანაო ხო მე რაღაც ტექნიკა შემიძლია სწორად გაუზიარო ეს ტექნიკა მუშაობს ესე ჩემზე ესე იმუშავა მაგრამ მე ვერ შეგპირდები რომ აუცილებლად ჩემზეც იმუშავებს რა ხო ხვდები რაღაც არ მგონია რომ ვინმეს შეეძლოს ეგეთი რაღაცის რომ ყველას დაეხმაროს ანუ ყველა ანუ მაგიტო არა ჩემთვის აი ეს მოსწავლე-მასწავლებლის რეზონირება რა ერთმანეთთან რა რამდენად შენი მასწავლებელია ვიღაც რა რამდენად შეუძლია რომ ვთქვათ აი ეს იყო შენი გაიდი რაღაც სულიერ გზაზე ვთქვათ რა ეგ არის რაღაც მეჩ დაიმეჩოს რა ამიტომ ხო რა
მე მგონი ადრეც თქვით ეგ აქ რა, რომ აი ცოტა ego trip-შიც მასწავლებლებიც და რაღაც ინსტრუქტორებიც არიან რაღაც დონეზე რა, რომ აი და ჩემ თავზეც გამომიცდია რა. ყველას გადავარჩენ. ხო, რომ აი შენი გმირი მომენტი, რომ აი ხა მე ჩემ თავს უშველე რაღაც დონეზე რა, მე რაღაცნაირი state-ია ეგ რა, მდგომარეობა საიდანაც გონია, რომ აი ყველას დაეხმარები და რა. ხო. ეხმარები და აი მაიგარი ყველაზე ისეთი მომენტი რა, რაღაც ჩემი გამოცდილებით მაგას გავაზიარებდი, რომ ხო, აი მან სადვართ რა, რაღაც გმირობა გვინდა თუ მართლა შეგვიძლია დავეხმაროთ ვიღაცას რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ნებისმიერ პრაქტიკა რა, დანარჩენი არის ინსტრუმენტები, იოგაც, მედიტაციაც რაღაცეები, ტექნიკები, რომელსაც ამუშავებ შენ თავზე გამოსთი რაღაცეებს და მე ვიღაცებს უზიარებ, ვიღაცებს მართლა შეიძლება დაეხმარო, ან ვერ დაეხმარო რა. და ხო ხო და ეგ რო გჭირდება რომ ვიღაცებს დაეხმარო, ეგეც უფრო შენი და გამომდინარე შენი ნაკალოვანებიდან თუ შენი სადღაც რაღაც არ ყოფნის შენს. ხო. და მაგით შეივსო რომ სხვას რო ეხმარები რაღაცას. ხო რა, აი დღეს რაც ხდება რაღაცნაირად რა, ძალიან ბევრია რა, ეს ყველა რაღაცას თავაზობს ადამიანს, ყველა რაღაცას გასხივოსნებას და რაღაცებს რა. ეგ ძალიან ბურჩიტი მგონია რაღაცნაირად რა, ანუ აი შანსი ვერავის ვერ გაასხევოსნებს შე რა. რაღაც შეიძლება დამამშვიდო ადამიანი და რაღაცნაირად მე უთხრა რომ სიმშვიდეში ვთქვათ, მე ანუ სიმშვიდეში რესურსი აქვს, რომ რაღაც რჩევები უფრო მიიღოს ადამიანმა რა. მიმღებელი რა იყოს. ხო. ეგ შეგვიძლია ჩემი აზრით, ვინც რაღაცას ვაზიარებთ რა. საკუთარი გამოცდილებიდან. და ხო რა. მაქსიმუმ აი ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს რა ნებისმიერი ადამიანი მაქსიმუმ შეიძლება სხვა ადამიანი იქნება მიიყვანოს რაც შენ ხარ. მაქსიმუმ. ხო. ხო, შენ ჭერი ეგ არის, ხო, ანუ. ხო, იმიტომ რომ მეტი არც იცი შენ და რაღაც დანარჩენი არის რაღაცნაირი ბოჟი არის. რომ რაღაც გაყიდო შენი თავი უკეთესად რა ჩემი აზრით რა. და შენი ეგო იყოს უფრო აი მე ფუფონა. თუ ფუფონა როგორც. ხო. რეტრიტებს მივაწვეთ ჩემი ის არის რა, ძალიან კაია ეგ რა. რეტრიტებს მივაწვეთ ირაკლი მურადაშვილი. რეტრიტებს მივაწვეთ. ოღონდ რეტრიტს რავი, აუცილებელი არ არის, ხა სადმე წახვიდე რა ქალაქ. ჰიმალაი. ხო, ან ინდოეთიდან სადმე რა, მართლა რა, ანუ შეიძლება რომ სახშიც გააკეთო ეგ რეტრიტი. ან შენ რეტრიტში როგორც მოვხდი გულისხმობ რაღაცის აკრძალვას, რომ რაღაცებს დააკვირდე. რაღაცა ეხა ეგ გამოიყენო ტექნიკ მედიტაციისთვის რა. ნუ ჩემში აი საწყის ეტაპზე ჩემში ყველაზე დიდი რაღაც გაცნობიერებები და რაღაც აი მიჯაჭულობების აღმოჩენები იყო. და ძალიან ღრმა რაღაცებანი რო ჩამიყვანა იყო. საჭმე, ანუ შიმშილობა და იმან სექსმა რა, სექსზე აკრძალვა ხო რა, შეზღუდვა და შესვენება. ხო და ოღონდ მაგამდე ნუ რაღაც იოგა იყო და რაღაც დონეზე ჩემი ტვინი უკვე იყო დისციპლინაში რა, რეგულარულობაში და დისციპლინაში, როცა შევძელი უკვე მე რომ აი შემჩნევები დამეწყო რა, დაკვირვებები რაღაცებზე რა. საბოლოოდ ხო რაღაც მედიტაცია არ არის თვალების დახუჭვა მარტო და რაღაც რა მედიტაცია არის მთელი ცხოვრება და იოგაც რაღაცნაირად რა. თუ აპრაქტიკებ ცხოვრებას, მაშინ მედიტაცია და იოგა შეიძლება დავარქვათ მაგას რა. თუ არ აპრაქტიკებ, ანუ გამოცდილებითი არ არის შენი ცხოვრება რა, შემეცნებითი არ არის, მაშინ რაღაცნაირად ხო ის ხარ მექანიზირებული რაღაც სათამაშო, რომელიც დაქოქილია, ჩართულია და რაღაცებზე რეაგირებს ან არ რეაგირებს თავისით. ეგრე დავუყოფთ. მე არ მომწონს ხოლმე ემოციებთან ყოფნას, რომ მედიტაციას ან ტექნიკას ან რაღაც ეგეთს ვეძახი ხოლმე რაღაცნაირი რა. საბოლოოდ მაინც არის ხო, მაგდონეზე დაშლადი და ახსნადი არის, მაგრამ მაინც რაღაცნაირია რა. ნუ მე მაინც ტექნიკას ვეძახი იმას, რაც მაგალითად მე გამწვრთნის იმაში, რომ შევძლო ემოციასთან მივიდე და გავჩერდე, ან დავბრუნდე. თვითონ ეგრეა ტექნიკა და მაგას უფრო ვეძახი მედიტაციურ ტექნიკას. ახსნაც რო რა ხდება, ეგეც ტექნიკის ნაწილია. ხო, ყველაფერი ისიც რო ვერ ჩერდები, ეგეც ნაწილია, ისიც რო უკან ბრუნდები ვთქვა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე რომ შენ თავთან და ტანთან ხარ. უფრო დიდხანს და ეგ არის ხო და მაგითო ტექნიკა რო ქვია. ეგ არის გამოცდილებას, ეგ არის რა, გამოცდილება შენი ცხოვრების, შენი თავის.
შენი ტრამვების, შენი რაღაცა ცხოვრება რა მოკლედ აი მედიტაცია This is life. ეგეთია რა, თავის ყველა. რატომაც მეგონა რომ ვიპასანა ექსპერიენსზე მოვყვებოდით, მაგრამ რაღაცნაირად არ მოვხვდით მათ. ცოტა მოვხვდით ხო, აი ეგ კაი იყო რა. ნუ დღეს რაც არის, ნუ ალბათ არის კიდე, მაგრამ მე ნუ ვიპასანისტი ვარ რა რაღაცნაირად არ ვიცი. ასე ქვია ვიპასანისტი. მე რელიგია შევიცვალე დღეიდან ვიპასანა. აი როგორც ტექნიკა ძალიან ასწორებს რა. ძალიან ჩემ ეგრე კონკრეტულად ვიპასანა არ მიპრაქტიკია რა და ბოლოს რო ვიყავით რეტრიტზე. ნუ ძალიან გაასწორა რა. როგორც ტექნიკა ძალიან გაგებადი იყო და ძალიან ახლოს იყო ჩემთან რა და მაგითო გაასწორა ხო. ადვილი, მაგრამ არა მარტივი, ეგრე დავარქმევდი. ხო, კაია ხო. კაი სიტყვა კი. დუდვალი. ხელისად მოვაწევ. ხო, აი ცოტა მიმოვიხილო ჩაგვილია რა ვიპასანი. ნუ ისევ რეტრიტია ძირითადად რაღაცნაირად მაგაზე კი ვილაპარაკეთ, რატო ამ მნიშვნელოვანი რეტრიტი რა და ვიპასანაზე ეგ ხდება, რომ 10 დღე არ იღებ. ხო, მან ძალიან ეგ ხდება კონკრეტული წესები და რაღაცნაირად. ეგ უნდა მოხდეს ზუსტად რა, რეტრიტი ეგ უნდა მოხდეს და აი მე უშუალოდ რა ტექნიკა იქნება რა, ეგ ნუ გემოვნების ამბავი რა. ხო. კაცია და გუნებაო. მაგრამ მთელი კონსტრუქცია, ნუ ტექნიკაც არის ეგ რა, კონსტრუქცია თვითონ რეტრიტის რა. ყველაფრის ნაწილია ყველაფერი, ხო? ყველაფრის ნაწილია, ტუალეტში შედიხარ, პრაქტიკაა რა. სადაც ხარ, ასე ჩუმე მაგრა ხარ. და მე პირველად რა, ვისაც რამე მithkomს ან რამე უკითხავს, პირველი კითხვა ეგაა, რომ სიჩუმე არ გიჭირს? ხო, ყველაზე ადვილი კი და ზოგადად ვიზიარებია რაღაცეები, ყველას ეგ აქვს, რომ როგორ შეიძლება გაჩერდეს 10 დღე უტელეფონოთ, ულაპარაკოთ ადამიანი, ძალიან ის არის რა, რაღაც ადამიანებისთვის რა, როგორ შეიძლება ეგ. ადგეს მნიშვნელობა აქვს რაღაც პონჩი. კარვით რო იყოს ამ ტყეში, იქ ბევრად უფრო ადვილია რაღაცების ქონა და რაღაცების კეთება უტელეფონოთ და რაღაცების გარეშე, ვიდრე ქალაქში რო ზიხარ, სახლში ერთ ოთახში და ყველა ოთახში რო დივაისი დევს. ზოგადად ტელევიზორზე უფრო მეტი ყურადღების გამფანტავი და ხმაურიც უფრო მეტია ნოიზი და რაღაცები. ბევრი. მაგრამ მან თუ შეძლებ რო ეფექტურის და უფრო ჩემეზე უფრო გამოცდილი პრაქტიკოსი უნდა იყო. ხო, შეიძლება. ამაც ეგეთი ჩელენჯური ადგილები უფრო მომწონს ხო. სადაც მეტი distraction-ი გაქვს რა, მეტი საშუალება იმის რომ გაგექცეს ყურადღება. ხო, თორემ ასე ტყეში ყველა დაждდება და ყველას თავი ჩუმად იქნება, რა ვიცი. ბადულია რა ეს მოცემულობა როგორც ეს თვითონ მოცემულობა. ადრე რაღაცნაირად უფრო ძველ დროს რა, ანუ პრაქტიკის, ანუ ვიღაც იოგიან რაღაც რო ხდებოდა, რაღაც მიდიოდა მთელი ცხოვრება თუ რაღაც რა. გამოყოფილში ცხოვრობდა. ოჯახთან მშვიდობებოდა და ხო, ეგეთი ამბები მეც გამიგია. ხო და ანუ ეგ იყო იოგობა რა, რაღაც ეგ ის არ იყო რაღაც ერის კაცობაში ყოფნა თუ რაღაც რა. მე ნუ რაღაც დასავლეთში რო შემოვიდა, ცოტა იცვალა ფერი და ყველაფერი. ტრანსგენდირდა. ის რა პრაქტიკა და მოერგო რაღაც დასავლური მას რა და მაგქედან დაიწყო ეგ ექსკურსიულობა და რაღაცეები რა, ცოტა მაგრამ ეგეც ადამიანს არ მორგებული ხო ანუ რაც მუშაობს ეგ ხდება მე რა კაპიტალიზმი არის არ მუშაობს არ იქნებოდა რა ო მუშაობს როგორ არა გიჟივით ბიზნესი იოგა და რაღაცები მედიტაცია რა ვიყიდება ყველა ძალიან ხო ჩაიხუტე ბალახს და გაუღიმე ღრუბელს ჩაიხუტე ბალახს კაია დაწეხი ბალახს კაია თუ შენს გამაზელება ეს ბალახს დაწოლა რაღაც ახლა ესე ცხოვრებისეულობით ჩაის დალევა გიშველის ხო არ გიშველის მაგრამ ნუ მაინც ტანისთვის კაია რა რავი რა გითხრა არ ვიცი გაჩნდა მანდაც ადამიანს ვისთვის ვის დააწვენდი ბალახსა რომ ახლა კაი იყო ყველას მაგრამ იგი მას არ ვამბობ რომ ნებისმიერ მენტალურ პრობლემას მოუგვარებს თქო მაგას არ ვიძახი აი როგორც ჩვეულებრივი რა დაბანა ხო კაია იმიტომ რომ ზუბთავდები ეგრე ბალახს და კაია დადიან ბუნებაში და რაღაც დონეზე მშვიდდებიან რა რაღაც დონეზე მაგრამ აი სიმშვიდეს ხო თავის საფეხურები აქვს რა ანუ ადამიანს რო გამოაცდევენ შენ სიმშვიდის რომელ საფეხურზე ადამიანს რო გამოაცდევენ რაღაც თავის სიმშვიდის რაღაც თლიანი პოტენციალი ალბათ ხო რა კიდე მოუნდება და დამოკიდებული იქნება შეგრძნება არ ვიცი და დაიწყებს გაჩხერას ან რაღაც ის მე რომ ეგრე მოდუნდეს
ხო რა, ნუ მე მგონია რომ რაღაც დონეზე არიან დამშვიდებულები ადამიანები და იმაზე მეტი სიმშვიდე რო არსებობს, ეგ უბრალოდ კონტრასტი არ აქვთ რა. აი ყველაზე მეტად დისკომფორტი რაც გვეჩვენება რა, მაგალითად რომ აი უტელეფონობა, უმოძრაობა, რაღაც როგორ გავჩერდე, აი როგორ თქვა უარი, მაგალითად ეს შიმშილი რა, ვერ ვიზავთ რა. აი ყოლია რა მეგობრები რა, მაგალითად რომ კი და არა, აი ვერ ვიზავ, მაგრამ შანსი არ არის. ვერ არ შევჭამ თუ რა. ვერ არ შევჭამ და შანსი არ არის ეგ როგორ დავას და მე რაღაც მომენტში მისულა მაგამდე რა და აი ძალიან მარტივია რა. თავი შეგრძნებას დამეტე რა. თან თვითონ მივიდა მაგის სანიდე მშრალ. ხო შენ რაც უნდა უთხრა რომ კაია, სადღაც ადამიანი თვითონ თუ არ უნდა მაინც ამაგ არ მინდადან იზოს და მაგ არ მინდადან შეხედავს ყველა დაბრკოლებას და ყველაფერს და იქნება ეგეთი რა. ცუდი თუ რაღაცნაირი. არა ესეთი ბენეფიტი. მაგას ვამბობდი რა, რომ ნდობა პროცესის და ტექნიკის და პრაქტიკის რა. თუ ნდობა არა გაქვს, თუ არ ენდობი, არ იმუშავებს, შანსი არ არის. შანსი არ არის რა. არც ერთი პრაქტიკა. აი რაღაც დონეზე რაღაც ბენეფიტები მოგწეს, მაგრამ იქნები გაჭედილი იქ რა. იმის იქეთ აღარ გაგიშვებს რა. ან აღარ მოგინდება პროსტა რო აკეთოთ არა. თან დაგეთახმ, მაგრამ თან ბოლომდე რაღაცნაირად არ დაგეთახმ. რატო ვერ დაგეთახმ? აი მაგალითად აი ბრმად მოვიდა ადამიანი იოგაზე რა, პირველი დღეა რაღაცნაირად. ხო, ბრმადაც რო აკეთოს ფიზიკური ბენეფიტი ხო იქნება. ხო, მაგრამ ზოგი ძალიან შებოჭილია რა და ძალიან ბევრი წინააღმდეგობით მოდის და ნუ შენზე ბევრია როგორც მასწავლებელს დამოკიდებულება ჩაწვდე მაგის წინააღმდეგობებს რა და შეუქმნა მაინც. ძალით რო აკეთებენ თან ცუდად. იმიტომ რომ მაგ დროს თვითონ არ მისულა მაგამდე რა, რაღაც გაიყური მოკრა ადამიანმა რომ ეს კაია. აი ვიღაცაზე ხო შეგიმჩნევა რომ არ ვიცი ეს როგორ უქნა დანაკეთებს. ხო, ანუ მაგის ჯერა და მაგის ტრანს არ შეუძლია მაგის გაკეთება. პროსტა არ ვიცი როგორ უქნა საკეთებს რა, თუნდაც თავდა. უხერხულად დგას თვითონაც ვერ ხდება რა მეგობრებს. ხო, ეგ მენტალურად. ხო, ეგეც ხდება ბავშვობის რაღაც შეიძლება იყოს, რომ აი შენ არ გამოგია. ვერ გახდები კარგი სპორტსმენი და აი ვერ გახდები ვერაფერი. შენ არ გამოგიო. ვერ დახატა, ვერ იმღერებ, ვერ იცეკვებ რაღაცა იოგაზე რომ მიხვალ, აი მაგ შიშიდან მოდის ძალიან ბევრი კი. ეგ ძალიან ის არის გავრცელებული რაღაც. ხო, და შენი როგორც მასწავლებლის ის არის რა, რომ მაგ ეგ დაინახო და ვთქვათ, შეუქმნა. და ეხმარო ყოველს ისე როგორც ჭირდება, როგორც ჭირდება იმას კი, ზუსტად როგორც ჭირდება რა და არა როგორც ყოველას რაღაც ერთი იმაში. ეგ და მაგ მიდგომას ვერ ვიტან ვერსად. ეგ წაკითხვა შეგეძლოს რაღაცნაირად და მე დახმარების ხელის გაწვენა, რომ ხო შეაცურინო პრაქტიკაში რა და თუ შეცურავს მე უკვე იქ უეჭველია რა. რა ეს. ხო, მაგრამ ზოგი არის რომ ერთხელ მოვა და ანუ აი რის გამო მოდის თქვათ იცი რომ აი თავის თავსთან კონდეს სათქმელი რომ აი ვცადე ვთქვათ რა და ვსო მე არ გამომდის მაგრამ მოდი შანსი მიცემ აი რითი მოდიხარ უკვე მე არ გამომდის მაგრამ შანსი მიცემ შანსი მიცა და აი დაიმტკიცა რომ აი ხა ვერ გაწელა ფეხი თუ რაღაც თავზე ვერ შემოიგდა ყველა სხვანაირად აკეთებდა უკეთესად და თვითონ და აი ხო ეს ვცადე და ვსო წავედი და უბრუნდი შემოვხურდი ეს წყვილები გამახსენე ხო კონი ამ იმისგან გაგია რომ აღარ უნდა ერთად ყოფნა და აი აღარ გვინდა მაგრამ შანსი მივცემ მაგიტო რომ იქნება მაგ ფილტრით ხარ რა შანსი მიცემული ურთიერთობა და აი ყველაფერი გამართლებს ეს ზუსტად ყველა ცირე დეტალი რომ მაგის სუნთქვაც რომ მაგაში გადის შენ რაღაცნაირად სუნთქვა არასო ჩვენ ერთად ვერ ვიქნა აი ხო ამბობდი ნო რას ურჩა აი რაღაც მინდა რომ რჩევასავით თქვა რა ბოლოს რა ალბათ რჩევა არის ის რომ რაც არ უნდა არა კომფორტული იყოს რეალურად პრაქტიკა პირველ ეტაპზე ნიშნავენია რომ ჯიუტად რეგულარულად აკეთო რაც არ უნდა დიდი გეზარებოდეს დიდი წინააღმდეგობა გქონდეს ეგ არის გადასალახი ყველა ადამიანის რა რეგულარულობით და აი ყველაზე ძალიან რო გეზარება ყველაზე ძალიან რო გონია რომ არაფერს არ იზავს მაშინ გადალახო აი მან თუ მოახერხებ გადალახვას რა მე აი უკვე გალაღდები რა მთებს გაშლი და ხო ყველას ურჩევ რომ როგორც არ უნდა იყო გამოსავალი სადღაც არსებობს ყოველთვის რეგულარული პრაქტიკა მუშაობს მხოლოდ რა დანარჩენი არ ვიცი რა არის რაღაც ისეთი ტექნიკები მაგალითად აი ჰოლოტროპულზე რო ვიტყვი რომ
ეგრევე ინფარქტს გაძლევს, ეგრევე ძალიან დარელაქსდება შენი სისტემა, ემოციებიც ამოდის, რაღაცები დააგდო, გაუშვა შეიძლება. თორე ეგ არ არის, ახლა ვსო ერთი ვისუნთქი ან რაღაც. ან ერთი sound healing-ის სესიაზე ავიდე დავიჰილებს. ყველაფერი საბოლოოდ გადის მთელი ცხოვრების, შენი ცხოვრების დისციპლინაში და ჩასვა რა, როგორც კბილებს შენ ცხოვრების ნაწილი იყოს რაღაც, ხო? შენ თავზე და შენ ემოციებზე და შენ მენტალურ მდგომარეობაზე, შენ მენტალურ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა იყოს შენი ყოველდღიურობის თუ არა ყოველკვირეულობის ან კვირაში რამდენჯერ ნუ ყოველ მესამედღე მაქსიმუმ რა. ჩემი რჩევა ეგეთია. მაგას თუ არ შვები არ მუშაობს და ყოველ მესამედღე რაღაცნაირად ეგრე რო სკიპავ, მე ადვილია რომ კიდე და სკიპო რა, რაღაც ჩააგდო რაღაც გავარავშო სხვა ლუიზა უკრა და ყოველდღიურად ბევრი ხანი რაღაც განგრძობითად რო შვები, მე ისე შემოდისო, აი როგორც კბილებს გეხო, დგები ხო, კბილებს გეხო, როგორც თასკი არ არის რა, როგორც რაღაც ჩვეულებრივი არც ფიქრობ ხო, დგები, როგორც ტუალეტში შედიხარ რა. განსაკუთრებული დრო არ ჭირდება კალენდარში თუ რაღაც, რომ მე ხა ამას დრო უნდა დავუთმო, იმენ შვები, გაუაზრებ უფიქროთ. საბოლოოდ აი რაღაც შედეგზე და რაღაც მდგომარეობებზე რო ვილაპარაკოთ, რაც გამოცდი ამ პროცესში შენ ყველას ინდივიდუალური გამოცდილება რა. ანუ მაგაზე მეტ პრიორიტეტს ცხოვრებაში რა უნდა ქნას ადამიანმა ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ ყველა წარმატება რაღაცნაირად ყველა პრობლემის მოგვარება საბოლოოდ გადის იმაზე, როგორ ვარ მე, როგორ რეაგირებ რაღაცეებზე რა და ეგ იყოს, უნდა იყოს ჯერ პირველი და მერე დანარჩენი ყველაფერი ცხოვრებაში რაც ხდება რა, ეს საქმე, წინსვლა, წარმატება ეს რაღაცები. და ყველაფერს სხვანაირად ჩვევი მე. სხვანაირად ჩვევი, სხვანაირად ხედავ რა, იმ შენ წარმატებასაც სხვანაირად ხედავ რა, რაღაცნაირად და იმ შენ მიზნებსაც და გეგმებსაც და ხო, ზუსტად იცი რა უნდა ქნა და როდის უნდა ქნა. ამიტომ ეგ არის პრიორიტეტი რეგულარული პრაქტიკა, ნებისმიერ ტექნიკის რა, შენთვის მოგებული რამე ტექნიკა. იოგა, მედიტაცია. რეთერდებში სიარული. ემოციებთან ექსკურსია, ექსკურსია დასწორდა. ანუ გვესმოდეს რომ ექსკურსიაზე მივდივარ და ექსკურსია ზაფხულში ექსკურსიები კაი. ხო, ეგ არ არის რაღაც ახლა ტრანსფორმაცია და ჩამოვიდით ჩემთან და რაღაცა მე სოვაკიდან გასხევოსნებს გაგიშვებ. ეგ არ ბულშიტია რაღაცნაირად რა. ანუ არ არის ეგ შეუძლებელია ერთმა რაღაცამ, რაც არ უნდა იყოს. ერთჯერადად რამე ესეთი ეფექტი ქონდეს, რომ კი, მაქსიმუმ მოგცეს რაღაც სიმშვიდე, რესურსი, სადაც მე იწყება მთელი პროცესი ცხოვრების რა. და რაღაც პრაქტიკის. იოგა, მედიტაცია არის გამოცდილებითი პრაქტიკა, რომელიც ხო რეგულარულობაში აქვს შედეგი. დისციპლინაში და ხანგრძლივ პერიოდში და სულ რაღაცა ცვლის, სულ რაღაცა ხდება, სულ რაღაც გამოცდილებს, სულ რაღაცას იგებს, სულ რაღაცას აკვირდებს, სულ რაღაც შემეცნება ხდება რა. ამის თქმა მინდოდა. შევხვდებით შემდეგ ოთხშაბათს. მე გონგი და დუალ. საბოლოოდ არის ცხოვრება რა, ყველაფერი და როგორი ცხოვრო უკეთესად რა. უფრო კარგად. ეს ის უფრო კარგი, ეგეც განსხვავებული რა არის, უფრო კარგი ვისთვის რა არის რა. ხო. რა ცუდია ხედავ, ავი ნახო.